რამდენიმე კვირა რჩება შეერთებული შტატების ახალი სანქციების ამოქმედებამდე. ბაიდენის ადმინისტრაცია შეზღუდვების ახალ პაკეტზე უკვე მუშაობს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაადასტურა. დანამდვილებით ცნობილია, რომ გაფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალება, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით საუბარია ახალ შეზღუდვებზე და დიდი ალბათობით ეს უკვე ფინანსური სანქციები იქნება. სახელობითი სანქციები დაუწესდებათ ოლიგარქიული რეჟიმის ლიდერებს, გაიყინება მათი ქონება და ფინანსური აქტივები. საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და არალეგიტიმური ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მძიმე დასკვნას აქვეყნებს მაკეინის ინსტიტუტიც, რომლის შემფასებელთა მისია თბილისში გასულ კვირას იმყოფებოდა. ნინო სამყურაშვილი გვიერთდება, პირდაპირ ეთერში ჩვენ მასთან გამოგზავნებთ საუბარს. ნინო, რა აგზავნილები მიიღო დღეს ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა ოფიციალური ვაშინგტონიდან? დავიწყოთ იმით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ამზადებს დამატებით სანქციებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იყო სავიზო სანქციები საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მათ რიცხვში არიან მაღალი თანამდებობის პირები და ასევე მინისტრები და ახლა უკვე საუბარი არის იმაზე, რომ იქნება დამატებითი სანქციები. დამატებითი სანქციები დიდი ალბათობით სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ეს უკვე იქნება სახაზინო სანქციები, რომელსაც დააწესებს სახაზინო დეპარტამენტი, სადაც საუბარი იქნება უკვე ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვაზე, ასევე ქონების გაყინვაზე, თუ რაიმე ასეთი ქონება მათ გააჩნიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და უნდა ითქვას ის, რომ ეს სანქციები უკვე არის სახელობითი და საზოგადოება უკვე გაიგებს სახელებითა და გვარებით, ვინ დასანქცირდნენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო. ასევე ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშს აქვეყნებს მაკეინის ინსტიტუტი, რომლის შემაჯამებელი მისია საქართველოში იმყოფებოდა და დაწერეს ეს ანგარიში, მოამზადეს საქართველოსთან დაკავშირებით. მაკეინის ინსტიტუტის განცხადებაში საუბარი არის ის, რომ მისია იყო შოკში, როდესაც ნახა ის თუ რა ხდება საქართველოში, როგორი ძალადობა არის ქართულ ხალხზე და ამასთან ერთად და მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ამასთან ერთად მაკეინის ინსტიტუტი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რასაც საუბრობდა ადრე სექტემბერში, როდესაც შეაფასა პირველად საქართველოში თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო გარემოს დროს, რომ საქართველოში დემოკრატია უკან იხევს რამდენიმე წლით. და კიდევ რამდენიმე დეტალია, რომელიც მაკეინის აი ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა გამოყოთ, ის რომ ერთი რომ მოსკოვისგან რომ ქებას იღებს ქართული ოცნება ავტორიტარული ზომებისთვის და ამასთან ერთად მთავრობამ რომ დაიწყო ახალი პარტნიორობა ჩინეთთან და ირანთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს არ ეპარებათ ეს კონტაქტები ჩინეთთან და ირანთან და უნდა ითქვას ის, რომ როდესაც ქართული ოცნება ძალიან ღიად და ბევრს საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია, როდესაც მოვა უკვე 20 იანვრიდან ამის შემდეგ ყველანაირად დაალაგდება ურთიერთობები, პირდაპირ ჩანს, რომ ვერ დაალაგდება, რადგანაც დონალდ ტრამპისთვის ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ წითელი ხაზი არის ჩინეთი და ირანი. We have been greatly concerned about ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვიყავით ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა საქართველოს დემოკრატიის შელახვის მიზნით. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ მხოლოდ პარასკევს დავაწესეთ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა მთავრობასთან დაკავშირებულ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ დემოკრატიის შელახვაზე. ჩვენ გვაქვს სხვა დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც ვამზადებთ მომდევნო კვირისთვის. იმაზე უფრო მკაფიოები ვერ ვიქნებით, ვიდრე ბლინკენის განცხადება იყო წინა კვირაში. ასევე ჩემი განცხადების ნაწილში, რომელიც პარასკევს გავაკეთე და ვთქვი, რომ სანქციებს ვამზადებთ. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ მედროშეთ ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის თანაავტორობაში. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიში ვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართულ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში. მისია შოქში ჩააგდო მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის მასშტაბმა და სერიოზულობამ. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არავინ დაიღუპა, სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა თუ წამება გაგრძელდება, მსხვერპლის რისკი გაიზრდება. იმ საშინელი სცენარის შემთხვევაში, თუ მთავრობის ძალოვნები ვინმეს იმსხვერპლებენ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო მღელვარე გახდება. საქართველოს დემოკრატია უკან იხევს რამდენიმე წლით, რადგან ქართული ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ბიძინა ივანიშვილის კონტროლქვეშ. უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ეს ავტორიტარული დაღმავლობა დაჩქარდა.
და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან ოპოზიციისთვის არის პირდაპირ გზავნილი საიმისოთ, რომ ძალიან კარგად ხედავენ დღეს ჩვენი პარტნიორები იმას, თუ საით მიჰყავს ქართულ ოცნებას ქვეყანა, რომ ეს ყველაფერი არის გზა ავტორიტარიზმისკენ და იზოლაციისკენ ქვეყნის და ეს არის საქართველოს მნიშვნელოვანი უკან დახევა და რომ ეს ყველაფერი ასე არ უნდა გაგრძელდეს. ოპოზიცია დღეს საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, რომ სავიზო სანქციების გარდა აუცილებლად უნდა იყოს ფინანსური სანქციები, რადგანაც ოლიგარქიულმა რეჟიმმა და მისმა მსახურებმა უნდა იგრძნონ კარგად ის თუ როდესაც ისინი ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრიან და ქვეყანას ევროპის გზას აშორებენ, ასეთ ვითარებაში მათ უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სტრატეგიული პარტნიორებისგანაც უნდა იყოს ძალიან მწვავე პასუხი. ვიზების გაჩერება იყო პირველი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს და შემდეგი როგორც ხდება ხოლმე და როგორც ვითარდება ამგვარი სანქციები, მოყვება ფინანსური სანქციები. ფინანსური სანქციები შეეხება ყველას, ვინც ჩართულია ძალადობაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ვინც ბიზნესებს, რომლებიც ჩართულები არიან რუსულ ბიზნესებთან. ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, ვინაიდან ჩვენ ვდგავართ გარეთ, უკვე მე-20 დღე არის, უწყვეტი პროტესტი არის, დაუსრულებელი პროტესტი არის და ჩვენი მეგობრებისგან ეს არის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ცხადია ჩვენ გვაძლიერებს, აძლიერებს პროტესტს და აძლიერებს იმ ჟინს, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც იქნა, უნდა დანიშნოს და აღიაროს, რომ მოიპარა არჩევნები და დანიშნოს ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს დაკავებულები. იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ლაივ რეჟიმში ახორციელებენ ქართული დემოკრატიის დასამარებას, ის ადამიანები, რომლებიც გადაუხვიეს ამ ქვეყნის ევროპული არჩევანიდან და რუსულ სპეცსამსახურების საქმეს ასრულებენ და სისტემატურად და სისტემურად აწამებენ თანამოქალაქეებს თავისას, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ აბსოლუტურად ყველა სანქციის ფორმით და მათ შორის ფინანსური სანქციებით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მხოლოდ სავიზო რეჟიმის შეზღუდვა არ არის ის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ სერიოზულ დისკომფორტში და ამ ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათ წინააღმდეგ მუშაობს ძალიან დიდი მანქანა, რასაც დასავლური სამყარო ქვია. ქართული ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ მოვისმინეთ უკვე ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, სხვა საჯარო მოხელეები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურეული პასპორტებით, მათი სანქცირება მოხდეს. ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება და ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართული ხალხის გვერდით და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში. სავიზო შეზღუდვები და შემდგომ უკვე დაანონსებული სანქციები, რომელიც სულ მალე იქნება ქართული ხალხის დემოკრატიის და ევროპული ოჯახში გაწევრიანების ბრძოლის მხარდაჭერას აჩვენებს, ისევე როგორც მათ შორის აჩვენებს იმას, თუ ვინ არის აქ ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი და როგორ უპირისპირდება ეს ქართული ხალხის ბრძოლას ამ გზაზე. შესაბამისად, დაანონსებული სანქციები, ისევე როგორც უკვე ის სავიზო შეზღუდვები, რომელიც დამატებით კიდევ 20 ივანიშვილის პირს შეეხო, აჩვენებს ქართული ხალხის ბრძოლის მხარდაჭერას. და სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც მოისმინეთ, აანონსებს იმას, რომ რამდენიმე დღეში იქნება დამატებითი სანქციები და რამდენიმე დღის წინ გაგახსენებთ იმას, რომ იყო სავიზო შეზღუდვები დაწესებული, 20-მდე საქართველოს მოქალაქეს ეს სავიზო შეზღუდვები დაუწეს და როგორც წესი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა ვინმეს ეკრძალება და ვიზის გაცემა მასთან დაკავშირებით იკრძალება, ეს ყველაფერი სახელებით და გვარებით არ ცხადდება. ერთადერთი რიცაც შეიძლება ჩვენ მიხელმძღვანელოთ არის ჩამონათვალი, თუ ვის შეეხო ეს სანქციები. ესენი არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები და კერძო პირები და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად დაწერა მინისტრები და ვინაიდან იყო ბევრი კითხვის ნიშანი სწორედ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული და დიდი ალბათობით სწორედ ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი არის დღეს დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირებზე იყო საუბარი და სუსის უფროსიც დიდი ალბათობით გრიგოლ ლილუაშვილი არის დასანქცირებული და მათ ეკრძალებათ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა.